5 ივნისი მსოფლიო გარემოს დაცვის დღეს აღნიშნავს, ალბათ ბევრს ხსმენია, რომ ეს არის სახელმწიფოების და ორგანიზაციების გაერთიანების დღე, მაგრამ მოდით პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს დღე პირველ რიგში თითოეულ ჩვენგანზეა, იმაზე თუ როგორ ვუფრთხილდებით ჩვენს სახლს, ჩვენს პლანეტას. დღეს იმდენი ეკოლოგიური გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რომ მხოლოდ საუბარი გასაკვირველი აღარ კვარა, დროა კონკრეტულ თუნდაც პატარა, მაგრამ რეალურ ნაბიჯებზე გადავიდეთ. ზუსტად იმაზე თუ როგორ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი ყოველდღიურობა, ავამაღლოთ ერთმანეთის ცნობიერება და რეალური წვლილი შევიტანოთ გარემოს გადარჩენაში, ვისაუბრებთ სტუმართან ერთად. გარემოს დაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის საინფორმაციო და კომუნიკაციების სამსახურის სპეციალისტი თამარ ბარბაქაძე არის ჩვენთან ერთად. ბატონებო, დაგტოვოთ, მე გადავინაცვლებ სტუმართან. მოგესალმებით, ქალბატონო თამარ, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. მე უკვე აღვნიშნე, მაყურებელს გამივაწოდე ინფორმაცია, რომ დღეს არის გარემოს დაცვის მსოფლიო დღე. პირველ რიგში ამ დღის აღნიშვნის მიზნებზე რომ ვისაუბროთ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, უღრმესი მადლობა მოწვევისთვის. მიხარია, რომ ასე ხშირად უთმობთ ეთერს გარემოს დაცვის საკითხებს. გარემოს დაცვის სტუმრობთ. მადლობა. გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება 5 ივნისს და სათავეს იღებს 1972 წლიდან, როდესაც შვედეთში ქალაქ სტოკჰოლმში გაიმართა ერთ-ერთი უპირველესი გლობალური გარემოს დაცვითი კონფერენცია და მიძღვნილი იყო გარემოს დაცვითი საკითხებისა და გამოწვევებისადმი. ეს დღე, ეს თარიღი, დღესაც ერთი თემის გარემოს დაცვის გარშემო აერთიანებს მთელ რიგ სახელმწიფოებს, ორგანიზაციებს, კერძო სექტორს, რიგით მოქალაქეებს და გვახსენებს, რომ გარემოზე ზრუნვა არ არის მხოლოდ კონკრეტული უწყებების პრეროგატივა და ვალდებულება, მხოლოდ ეს თითოეული ჩვენგანის უმაღლესი პასუხისმგებლობა. ამ დღის უმთავრესი მიზანი გახლავთ გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლება და განათლების ხელმისაწვდომობა. ჩვენ საქართველოს რითი უერთდებით, რა ღონისძიებებით უერთდებით ამ დღეს? საქართველოს, რა თქმა უნდა, ყოველწლიურად აღნიშნავს 5 ივნისს. წელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარმოდგენილი იქნება ძალიან მრავალმხრივი და მასშტაბური ღონისძიებებით. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი წლის დაჯილდოება განათლება მწვანე მომავლისთვის. ეს გახლავთ გარემოს დაცვითი განათლების სფეროში უკვე ტრადიციად ქცეული მწვანე ჯილდოს გაგრძელება და ამ კონკურსში გასულ წლებში უკვე 1000-ობით პედაგოგს აქვს მიღებული მონაწილეობა. წელსაც ძალიან მაღალი იყო მომართვიანობა, 150-მდე პედაგოგი იყო დარეგისტრირებული და ვისარგებლებ თქვენი ეთერით და საჯაროდ მადლობას გადავუხდით თითოეულ მათგანს და არა მხოლოდ კონკურსანტებს, არამედ ყველა პედაგოგს, ვინც კი გარემოს დაცვით საკითხებზე აქტიურად მუშაობს და ყველა მოქალაქეს, ვინც გარემოს პირდაპირ ირიბად, ქვეცნობიერად თუ ცნობიერად უფრთხილდება. ასევე ამ დღეს გაიმართება საქართველოს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის გეგმის პირველი ეროვნული გეგმის შემუშავების პროცესის ოფიციალური პრეზენტაცია და ეს იქნება ერთ-ერთი პირველი ადაპტაციის ჩარჩო, ეროვნული ადაპტაციის ჩარჩო კავკასიის რეგიონში და ყველაზე სახალხო, ყველაზე მასშტაბური და მრავალმხრივი ღონისძიებები მოქალაქეებს დახვდებათ დედაენის ბაღში, ასევე კიდევ ერთხელ ვისარგებლებ თქვენი საჯარო ეთერით და ვიწვევ ყველა მოქალაქეს ძალიან საინტერესო აქტივობებზე. დედაენის ბაღში დაგვხვდებათ 7 თემატური სივრცე, რადგან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 7 უწყება იღებს მონაწილეობას. ესენი გახლავთ გარემოს დაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი, ეროვნული სატყეო სააგენტო, გარემოს ეროვნული სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, არ მინდა ვინმე გამოიჩეს, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო და ერთი მთლიანი ისე იგი ცენტრალური ზონა იქნება, რა თქმა უნდა. ბავშვებს განსაკუთრებით დახვდებათ კოსტიუმირებული გმირები, საკონცერტო ნომრები, სახის მოხატვის სივრცე და ყველაზე ძალიან რაც საინტერესებთ ხოლმე და პრაქტიკიდან რაც ძალიან ისეთია მიმზიდველი მოზარდებისთვის ხის დარგვა, ანუ ადგილზე იქნება აბსოლუტურად ყველანაირი რესურსი და მე ამ თავიანთ ჩარგულ ხეს საჩუქრად გავატარებ. მოკლედ ამას ყველაფერს აქვს ინფორმაციის, ბავშვების ინფორმირების მიმართულება არის ყველაზე მნიშვნელოვანი. კი, საგანმანათლებლო, საინფორმაციო ინტერაქტიული და გასართობი კომპონენტები ერთობლივად არის გაერთიანებული ამ ღონისძიებებში და სწორედ ეს არის, რომ ბავშვებს განსაკუთრებით ესე თამაშით, ასე ვთქვათ, თავიდანვე რომ იცოდნენ ინფორმაცია ქონდა და შეეჩერებათ.
ბავშვია, ხო? ამავე დღეს გაიმართება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაჯილდოება კიდე ბავშვების ნაწილში, კომიქსების გაცოცხლე დღე შენს კომიქსში და თვითონ მოქალაქეს იქ ძალიან დიდი ესეთი მოცულობითი მწვანე კედელი დახვდება, სადაც ფერადი მარკერით შეუძლია დაუტოვოს პლანეტას თავისი გზავნილი ან სურვილი მწვანე მომავალთან მოკლედ დაკავშირებით. 5 ივნისს ჩვენ ვართ დედაენის ბაღში, ხო? 5 ივნისს იქნება თვითონ დედაენის ბაღი. პირველი საათიდან 6 საათამდე მონაკვეთში, ასევე პატარა ბავშვებისთვის იქნება დრამერების ოჩოფეხების შოუ პროგრამა, ნუ ძალიან ისეთი მრავალფეროვანი ინფორმაცია და გარემოზე ზრუნვა რაც მთავარია. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისათვის და მინდა წარმატებები გისურვოთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი თემა არის და მუდმივად ღია არის კარი მსგავსი თემებისთვის. ძალიან დიდი მადლობა. გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი ყოველთვის გარემოსდაცვის სადარაჯოზე ვართ, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი უნიშნულოვანესი ინსტიტუციური მექანიზმი გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ნაწილში. დიდი მადლობა.